კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება, რომელიც დიპლომატიური პასპორტების მქონე ქართველი თანამდებობის პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს, კვლავ შეფასებების თემაა. ოპოზიციაში გადაწყვეტილებას იწონებენ და ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების გამო პერსონალურად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც დემოკრატიულ უკუსვლაში იღებს მონაწილეობას. ქართული ოცნების გუნდში კი აცხადებენ, რომ სანქციებთან დაკავშირებით მსჯელობა ბრიუსელის მხრიდან პოლიტიკური განაცხადი იყო და ადგილი აქვს ქვეყნის საქმეში უხეში ფორმით ჩარევას. დიპლომატიური პასპორტების შეჩერება არ არის მარტივი ამბავი ქართული ოცნებისთვის და იმ საჯარო მოხელეებისთვის, ვინც დღემდე ქართულ ოცნებას გვერდში უდგას, იმ სამინისტროებს, რომლებიც ქართული ოცნების პროპაგანდისტებად არიან გადაქცეულები, შესაბამისად მათთვის მორალურად რთული მისაღები იქნება და მეორე და რაც მთავარია, მათ დაკარგეს კავშირი ევროკავშირთან, ან ვეღარ ჩავლენ ევროპაში მარტივად. მთავარი დიპლომატი ევროკავშირთან არის ქართველი ხალხი და არა თვითმარქვია მთავრობა, ისევე როგორც ის დიპკორპუსი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალზე აღარ მუშაობს. შესაბამისად, ეს არის დასაწყისი და თქვენ იცით, რომ უკვე კომისია შესაბამის დოკუმენტს შეიმუშავებს მას შემდეგ, რაც იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული და ამას არ ჭირდება 27-ვე ქვეყნის თანხმობა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება არის მკაფიო მაჩვენებელი იმისა, რომ ხალხი არის დღეს მთავარ დიპლომატიურ კავშირში ევროკავშირთან და ხალხი იცავს ქართულ ევროპულ მომავალს. დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზოს შეზღუდვას ეს რეალურად ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, დაევალა ევროკომისიას შესაბამისი სათანადო სამართლებრივი საფუძვლების მოძიება, იმიტომ რომ საზოგადოებას რომ შევახსენოთ, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო გადაადგილება არ არის ვიზა ლიბერალიზაციის ნაწილი. დიპლომატიურ პასპორტებთან ერთად ყველა ჩვენგვარს ასევე გვაქვს ჩვეულებრივი ორდინარული პასპორტები, ამიტომ აქ რაიმე ტიპის პრობლემა რო ან შეხვედრებზე ვერ წახვალ, ან რაღაც შეზღუდვა იქნება, რა თქმა უნდა, აქ არ არსებობს. კიდევ ერთხელ ეს არის უფრო სიმბოლური ნაბიჯი, თავადაც მათივე განცხადებითაც ეს არის უფრო სიმბოლური ნაბიჯი, ვიდრე რეალური პრაქტიკული ნაბიჯი.